სახელითა მამისა და დაცისა და სულისა და წმინდისა ჩვენთან არსებე ქრისტეს მიერ სამორამო მანდა და დღეს კვირის სახარება ჩვენ მოგვითხრობ იმის შესახებ თუ როგორ მოუწოდა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს პირველად ანდრიას და პეტრეს შემდგომ იაკობ და იოანეს შემდგომ სხვასაც ნათანაელ ფილიპეს მათეს თუ სიმონ კანანელს და როგორ დაუტევეს მათ ანდრია და პეტრე მამა მათი პროსტორად იაკობ და იოანე მამა მათი ზებედე ხოლო ანდრია და პეტრე დაუტევეს საქმე რომლითაც იყვნენ დაკავებული მეთევზეები იყვნენ და ბადე ჰქონდათ გაშლილი ამ დროს მაგრამ იხილეს რა მაცხოვარი და ისმინეს რა მისი მოწოდება შემომიდგენთ თქვენ დაუტევეს საქმეც დაუტევეს შობელიც დაუტევეს ოჯახიც და შეუდგნენ მას საინტერესოა რატომ მოხდა ეს რატომ აი ესე ადამიანმა დაუდევა ყოველი რაც მისთვის ძვირფასი იყო მისთვის ჩვეული მშობლიური იყო და გაყვა მაცხოვარს გაყვა პრაქტიკულად არ იცოდა არც ერთმა მათგანმა თუ რა მოხდა მაგრამ თეოფანე დაყოლებული ასე ამბობს რომ იმიტომ გაფრენო რომ უკეთესი იხილესო უკეთესი შეიძნესო უკეთესი აღმოაჩინესო ყველა მათგანმა მაცხოვრის შესახებ იცოდა როგორც ებრაელებმა მათ ჰქონდათ რა თქმა უნდა მოსმენილი მესიის შესახებ და ყველა ებრაელი მესიას ელოდებოდა მაგრამ გარდა ამისა მათ თავად მაცხოვრის შესახებაც ჰქონდათ უკვე მოსმენილი ანდრია და იოანე იყვნენ მოწაფეები იოანე ნათლისმცემელის და ანდრიასაგან შეიქმო პეტრე ქრისტეს შესახებ. ასევე სავარაუდოდ იოანე მოუთხა თავის ძმას იაკობს ქრისტეს შესახებ. და მათმა გულმა შეიძრო და ამ უხილავ მოწოდებას ღვთისას გამოეპასუხა. ამგვარი ჩვენ ცხოვრებაშიც მომხდა ქრისტეს მიერ საყვარელი და ხდება. თუ გავიხსენებთ ჩვენ თუ როგორ მოვედით ეკლესიაში მოვისმინეთ ნახეთ ჩვენს გულში რაღაც განწყობა ჩამოყალიბდა განწყობა ზოგჯერ წუხარე და მტკივნეული შეიძლება იყოს მაგრამ ეს განწყობა გაძნობინებს რომ ეციო ის რაც განსხვავებულია წუთი სოფლის ღირებულებისაგან
ის რაც თქვა ჩვენ ჩვეული ვიყავით ოჯახში, ჩვეული ვიყავით ჩვენს ნათესაობაში თუ სამეგობრო წრეში. იმას რასაც ვაკეთებთ ჩვენ ყოველდღიურად, თუნდაც ის სიხარული, რომელსაც ჩვენ გავიცით ეკლესიაში მოსულ ადამიანს სხვადასხვა გრძნობები ეუფლება და ეს გრძნობები განსხვავებულია იმ გრძნობათაგან, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ყოფიერ ცხოვრებაში გავიცით. განსხვავებულია სიხარულისაგანაც, განსხვავებულია წუხარების გრძნობისაგანაც. რაც თავარია, როდესაც ეს გრძნობა შემოდის ჩვენში, ჩვენ ვეუფლება შეგრძნება სისავსისა. სისავსებს შევიძნობთ ჩვენ. თითქოს კი არა ივსება ჩვენი გული და გონებაც და სხვა ყოველგვარი გრძნობა უკარგავს. თითქოს სხვა გრძნობები ფერმრთავდება და კარგავენ თავის მნიშვნელობას. იმდენად დიდი არის გრძნობა, რომელსაც ადამიანი შეიგრძნობს ღმერთთან ურთიერთობისას. ძალზე განსხვავებული მყუდრობა, შვიდია, ამავე დროს შეიძლება ერიოს გულის ტკივილი ამ გრძნობას, მაგრამ სიხარულის გრძნობა არა ლაღი, არა რაღაც უტიფარი გამოხატვის სიხარულისა კისკისით თუ ლაზღანდარობით, არა. გრძნობა, რომელიც ეუფლება ადამიანს. ეს გრძნობა მასში ბადებს მიტევების უნარს. მასში ბადებს იმედს. ბადებს მასში სირთულის გადალახვის, სიმტკიცის გრძნობას, წუხარების გაძლების უნარს. ეს ყველას უზნია. მე დარწმუნებული ვარ ტაძარში მოსულ ადამიანს. მაგრამ მე ხდება სამწუხაროდ ისეთი რამ, რაც იწვევს გულის ტკივილს ჩვენსას. ჩვენ ამ გრძნობას ვერ ვფრთხილდებით, ან არ ვფრთხილდებით. და მე რაღაც დროის შემდგომ კვლავ ეს ჩვენი ყოველდღიური შეგრძნებები ვეუფლება, ისინი იმარჯვებენ ჩვენზე და კვლავ შემოდის ჩვენში მოწყენა, შემოდის დარდი, შემოდის წუხარება, უიმედობა და თითქოს ჩვენ
ვავიწყდება და ვამბობ, რომ რა არის ეს, მე ხო მივდივარ ეკლესიაში, რატომ არ ვზნობ მე ღმერთთან ურთიერთობის სიახლოვეს, ან რატომ არ მეხმარება მე ღმერთი. ღმერთი გვეხმარება ჩვენ ქრისტეს მიერ საყვარელო, მაგრამ როგორც პატარა ბავშვს ჯერ მშობელი ჩაკიდებს ხელს და ასწავლის მას სიამოვნებას და მერე უბრება გაუშვებს ხელს და ეუბნება, აბა მოდი ჩემთან. და ის დგამს პირველ ნაბიჯებს და იწყებს დამოუკიდებელ სიამოვნებას. ასევე ღვთის მადლიც ჯერ რჩოვლად ძლიერად არ მოქმედებს ჩვენში, აღძრავს ჩვენს გულს და გონებას ღვთისკენ და აი ამ შეგრძნებებით, რომელზედაც ზევით ვისაუბრეთ, ამ ჩვენთვის უცხო შეგრძნებებით ის გვიჩვენებს თავის სიახლოვეს და გვიჩვენებს ამავე დროს გზასაც, რომლითაც უნდა ვიაროთ ჩვენ. და როდესაც დავაყენებს ამ გზაზე, ღვთის მადლი თითქოს გვეუბნება ჩვენ, რომ დაიწყებ იარე ამ გზაზე სიარული და იარე ამ სიით. გვეუბნება ირეკლით და გარგებოს თქვენ, ეძიებდით და პოვლით, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ. ეს ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენ უნდა ვითხოვდეთ, ჩვენ უნდა ვეძიებდეთ, ჩვენ უნდა ვაკაკუნებდეთ კარზე. და რამდენადაც ამას გავაკეთებ, იმდენად გაიხსნება ჩვენ წინაშე კარი, იმდენად ჩვენი თხოვნისაება მოგვეცემა ჩვენ, იმდენად ვიპოვით ჩვენ მადლის მოქმედებას საკუთარ თავშიც და ჩვენს ირგვლივ ცხოვრებაშიც. ჩვენ ხშირად ვაკლია ხნეობა და შემართება. ვიწყებთ ღონივრად, შემართებულად, მერე მოვდუნდებით. მერე თითქოს ვიტყვით, მივეჩვევით და ვერ ხვდებით, რომ ეს ღვთის საჩუქარი არის ჩვენთან. ეს არის ის მარგალიტი, რომელიც ვაპოვინა ჩვენ ღმერთმა და ამ მარგალიტს უნდა გავუხსნათ ჩვენ. და გონია, რომ ეს თითქოს ჩვენში ყოფილი, ჩვენი აღმოჩენილი, მაგრამ ასე არ არის. იმიტომ რომ მანამდე ხომ არ იყო ეს ჩვენში. ასეთი გრძნობა, მისი ამგვარი მოქმედება ხო არ იყო ჩვენში. როგორც კი შევეხედეთ ღვთის სამკვიდრებელს, შევეხედეთ დედა ეკლესიას, შევეხედეთ საფრთხო საინგილოებებს, ამან დაიწყო ჩვენში მოქმედება. მაშინ დაიწყო და თუ ასე არის ეს, მაშინ რატომ უნდა მივაწეროთ ეს საკუთარ თავს? ჩვენში არის შესაძლებლობა, რომ ეს ყოველივე მოქმედებდეს, მაგრამ მისი მომრჩეველი ამ გრძნობების, ღვთის მადლის
მომიჭებელი და მოქმედი არის გვერდი. აი ეს უნდა გავაწყდებოდეს ქრისტეს მიერ საყვარელი და ამიტომ უნდა უფრთხილდებოდეთ საკუთარ თავში იმ შეგრძნებებს, რომელიც ღვთის მოქმედებით აღიძრება ადამიანის სულში, რომელიც ჩვენ გვიბიძგებს სინანულისკენ, გვიბიძგებს სიმშვიდისკენ, გვიბიძგებს მიტევება და სულძელებისაკენ, მოთმინებისაკენ, გვიბიძგებს სიკეთისა და მოწყალებისაკენ, გვიბიძგებს სიყვარულისკენ. ამ ზნობებს, როცა აღმოვაჩენთ, უნდა გავუფრთხილდეთ მას და ღმერთს მადლობა უნდა შევწიოთ, რომელმა მოგვანიჭა განძი ამ გრძნობათა მოქმედებისა. და ამასთან ერთად უნდა ვეციებდეთ ამ გრძნობას სწორად უნდა ვეციებდეთ. და ამაზე ამბობს მაცხოვარი. პირველად ეციებდით ცათასასუფეველსო და დანარჩენი სხვა მოგეცეთ. ეს უნდა გვახსოვდეს ქრისტეს მიერ საყვარელი და არ უნდა დაგვაკვირდოს ჩვენ. არც შეცდომა, არც რაღაც შეცოდება, ცოდვა, დაცემა, რომელიც გვემართება ისე როგორც დაემართა პეტრე მოციქულს. არაფერმა არ უნდა გადაგვახვევინოს ჩვენ ქრისტესკენ და სული ცხოვნებისაკენ მიმავალ გზაზე. შევცდებით არის სინანული მოცემული ჩვენთვის. დავეცებით უნდა ავდგეთ და კვლავ დავდგეთ ამ გზაზე და ხედავდეთ ჩვენი ცხოვრების დასასრულს, რომ ეს დასასრული გარდაუვალი ადრე გვიან არავინ არ ვიცი, მაგრამ გარდაუვალი არის და აი ამ დასასრულს წავდგებით ღვთის წინაშე და მაშინ თუნდაც ის გვექნება საქმელად, რომ მოწყალეო ღმერთო, შენი მოწყალების იმედით ვიღავი მთელი ჩემი ცხოვრება. ვცდებოდი, ვეცემოდი, მაგრამ ვინანდი თავს ავიმართლებდა და მუდმივად შენსკენ სურდა ჩემ სულს, ისე როგორც ამბობს დავით ვეფსალმონე, მიდერცა წყაროსა სულს ირემსაო, ისე სულსა ჩემსა შენ დამომართავო. როგორც ირემს, რომელსაც წყალი წყურია და ეძებს წყაროს, რომ დაწყურდეს, ისე უნდა სურდეს ჩვენს სულს
ღმერთთან ურთიერთობა და ისე უნდა ეძიებდეს ის. ეს გვექნება მაშინ საქმე, ეს ჯერა წამსვა, ეს ექნება ადამიანს გასამართლებლად. მისი მუდმივი სურვილი ღმერთთან ურთიერთობისა და ღმერთისკენ მუდმივი მისწრაფება. ღმერთმა დაგლოცოთ ის მალდი და წყალობა იყოს ღმერთთან და საქართველოსთან. ამინ.